სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხომ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს უმასპინძლა. შეხვედრაზე როსენ პლევნელიანმა სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მიუსამძიმრა და საქართველოს სრული სოლიდარობა გამოუცხადა. ღონისძიებაზე საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელმა ჩვენი ქვეყნისა და ბულგარეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთლიანობა მალე აღდგება. Unitatea măgăseamnă măgădele ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. Თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის. ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა და ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში ამ ურთიერთობის და მეგობრული კავშირის არის ბაჩკოვოს მონასტერი, რომელიც დაარსეს ქართული. მე არაერთხელ ყოფილ ვარ ბულგარეთში, მე ვიცნობ კულტურას, სულიერობას, სასულიერო პირებს. მე ღებულობდი მონაწილეობას პატრიარქი მაქსიმეს კურთხევის დღეს, როცა ის აკურთხეს პატრიარქა. და ასევე ბულგარეთის პატრიარქები ყოფილან ჩვენთან, ასე რომ ჩვენ გვაქვს ნამდვილად ძმური ურთიერთობა, როგორც წარსულებთან, ისე დღევანდელ პატრიარქთან. ჩვენ ბევრი რამ გვაერთიანებს, ერთი მიზნები, ერთი მისწრაფება და ვფიქრობ, რომ ჩვენი მეგობრობა ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს, როცა ამდენი პრობლემები დგას ჩვენი ქვეყნების წინაშე და საერთოდ კაცობრიობის წინაშე. ჩვენ ვხვდებით ისეთ პრობლემებს, რომელიც წარმოუდგენელია 21 საუკუნეში. ეს არის ტერიტორიალური ძალიანობის დარღვევა. თქვენ იცით, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ანექსირებულია და დროებით არ კონტროლდება ჩვენს მიერ, მაგრამ ეს არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი და კარგად ვიცნობ ამ ხალხს, იქ მცხოვრებ ხალხს და ჩვენს შორის არადროს არ ყოფილა გაუგებრობა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება ასეთი სიტუაცია და ყველაფერი დადგება თავის ადგილზე. მე კიდევ ერთხელ მოგესალმები თქვენ და თქვენ თანხმობ პირებს და გისურვებთ, რომ თქვენ კარგად გაეცნოთ ქართულ ხალხს, ქართულ ცხოვრებას და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მხოლოდ დასაწყისი თქვენი ურთიერთობის ჩვენთან და მერე უფრო მეტად გამტკიცდება მომავალში. ბულგარელი და ქართველი ხალხის მეგობრობა საუკუნეების წინ დაიწყო. ბულგარეთში მდებარე ბაჩკოვის მონასტერი კი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ეს მონასტერი ბულგარელთათვის საუკუნეებია სულიერების ცენტრს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მეგობრობას მყარი საფუძველი აქვს და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მინდა სამძიმარი გამოვთქვა იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც სტიქიის დროს ოჯახის წევრები დაკარგეს. საქართველოს სრულ სოლიდარობას ვუცხადებ.
შეხვედრაზე როსენ პლევნელიენმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მხარს ვუჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ვამაყობ, რომ ბულგარეთი არის ამ უნიკალური პროექტის ნაწილი, სადაც 80 მილიონიანი გერმანია და 1 მილიონიანი ესტონეთი თანაბარ მდგომარეობაშია. სამწუხაროა, რომ რუსეთი არ იზიარებს ამ ლოგიკას. რუსეთის ფედერაცია მოქმედებს როგორც ზესახელმწიფო მხოლოდ ძალებით. ძალზე ვწუხვა, რომ ზესახელმწიფოების პოლიტიკამ მე-20 საუკუნეში ორი ომი წარმოშვა. 21 საუკუნეში კი ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი დემოკრატიული უფლება და არავითარ შემთხვევაში არც ერთმა სახელმწიფომ არ უნდა წაართვას მას არჩევანი ან ტერიტორიები. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ თქვენი სიბრძნით ჭეშმარიტად მიუძღვებით ქართველებს მშვიდობისაკენ და გაქვთ გაცნობიერებული, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის გარანტი. ჩვენ ვეწვიეთ საქართველოს, რათა სრული დახმარება აღმოვუჩინოთ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. მის ფარგლებში პრეზიდენტსა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრები იგეგმება. ცამეტივნის თბილისში დატრიალებულმა მოვლენებმა სტიქიამ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც შეძრა. მომხდარი სტიქიისა და მოხალისეთა აქტიურობის შესახებ არაერთგზის გაშუქდა უცხოურ მედიაშიც. საერთაშორისო საზოგადოება არ მალავს აღფრთოვანებას ქართველი ახალგაზრდების თავდადებისა და მკაფიო ზნეობრივი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოვლენის თაობაზე. ამგვარი მაღალი შეფასებები კი ერთს უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და თითოეულ ჩვენგანს არწმუნებს სიკეთისა და ერთსულოვნების აუცილებლობაში. მაგალითისთვის, სოციალურ ქსელში ისრაელის ერთ-ერთი მოქალაქე წერს: საამაყო და გასახარელი ერთსულოვნებაა ქვეყანაში წყალდიდობის უბედურებასთან ბრძოლაში და დაზარალებულთა დახმარებაში. ქართველი ხალხი უძლიერესი ერია და აუცილებლად გაიმარჯვებს. ბოლო ყოფილიყოს ასეთი უბედურება და მომავალში სიკეთეს გაეერთიანებინოს ერი და ბერი. ებრაელი ხალხი თქვენთან ვართ. თბილისში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურდნენ საელჩოები. მოხალისე მაშველთა რიგებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხოელი მოქალაქეებიც იყვნენ. საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება გამოხატავს უდიდეს პატივისცემას ყველას, ქართველისა თუ არაქართველის მიმართ და თითოეულ მათგანს მადლობას უხდის თანადგომისთვის. ზურა იყო სპორტსმენი, მოჭიდავებიჩი იყო, უზომოდ ძდილობიანი, უზომოდ კეთილი. აბსოლუტურად სუყველა არ არსებობს თანამშრომელი და ადამიანი ჩვენთან, რომელიც მასზე იყო ნაწყენი. იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი თანამშრომელი. რო შეხედავდით, ძალიან დიდი ძალის პატრონი იყო ზურაბი. მაგრამ ასეთი სტიქიის წინააღმდეგ ყველა უძლურები ვიყავით აბსოლუტურად ამ მომენტში და არ გაუმართლა და ასე მოხდა, რომ ვერ გადაურჩა ამ სტიქიას. ასე იხსენებენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ზურაბ მუზაშვილს, მაშველს, რომელმაც სტიქიის ღამეს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაზე ძვირფასი საკუთარი სიცოცხლე გაწირა. 13 ივნის შემთხვევის ადგილზე ზურაბ მუზაშვილი სტიქიას კოლეგებთან ერთად ებრძოდა. როგორც მისი მეგობრები იხსენებენ, რისკის ზონაში მან რიგით მოქალაქეებთან ერთად ერთ-ერთი მაშველის გადარჩენაც შეძლო. რამოდენიმე მოქალაქე გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილზე ზურამ და მისმა ჯგუფის წევრებმა. შემდეგ ამ დროს მდინარეს დონე იმატებდა უკვე საგრძნობლად. როდესაც გამოსვლას აპირებდნენ, ამ დროს აღმოჩნდა, რომ სამარშრუტო ტაქსი მოქონდა წყალს, ლურჯფერი სამარშრუტო ტაქსი იყო ნამდვილად მახსოვს და იქიდან 4 მოქალაქე ითხოვდა დახმარებას. შებრუნდა ზურად ჯგუფთან ერთად. ეს 4 მოქალაქე გადმოიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან და თანდათან წამებში იმატებდა მდინარის დონე და მაგისტრალზე, ბორდიურზე ავიდნენ, დონე უკვე ჯერ იქამდე არ იყო მოღწეული, ამოვიდა მაგისტრალზე წყლის დონე, შემდეგ
რო გრძნობდნენ საშიშროებას, მეტი გასაქანი აღარ იყო ფაქტიურად, ვერც ერთ მხარეს, ვერც მე მხარეს ვერ გადადიოდნენ. ამოვიდნენ ბორდიურზე და გაჩერდნენ ამ სიმაღლეზე აქ. მოგეხსენებათ, მდინარე იყო ძალიან ადიდებული. მდინარეს მოქონდა ძალიან ბევრი რამ, ანუ ეს მოგლეჯილი ხეები, უზარმაზარი ხეები, სახლის სახურავები, ნანგრევები და ძალიან ბევრი რამ. ერთ-ერთი უშუალებელი ხე მოქონდა ამ დროს, რომელიც დაეჯახა ამ ხალხს ფაქტიურად სულ ყველას. რამოდენი ამ 4 ადამიანმა დაიკავეს ეს ხალხი ფაქტიურად რო არ ჩავარდნენ იყვნენ წყალში. და ესე იგი თვითონ ზურა ამ შემთხვევას ისე მოხდა, რომ ზურას ყველაზე ძლიერად დაეჯახა ეს ხე, რომელიც გადააგდო წყალში და წყლის დინება იყო ძალიან სწრაფი, რომელმაც გაიტაცა და სამწუხაროდ დაგუყობა, რომელიც აღმოვაჩინეთ 15 ივნის მზეურის პარკის ტერიტორიაზე. სტიქიისგან თავის დაღწევას და მოსახლეობის გამოყვანას დიდხანს ცდილობდნენ. მეგობრები ამბობენ, რომ ზურა მუზაშვილი შემთხვევის ადგილზე რამდენჯერმე შებრუნდა. მაშველი მეგობრებს მოვარდნილმა წყალმა ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელ ეგრეთ წოდებულ ახალ გზაზე დააშორა. ხალხის გადარჩენაში მონაწილეობა ჩვენს გარდა იყო იქ კიდე ჩვენი თანამშრომლები, იყო რობო ყირიმელი, იყო ლევან კალაძე, იყო ნუკრი ტერაშვილი, დავით ოგგაიძე და მე მიხეილ ავესაძე ვიმყოფებოდით ადგილზე. მაქსიმალურად ვცდილობდით ხალხის დახმარებას. სამაშველო სამსახურში იგი 2008 წლიდან მუშაობდა. თითოეულ თანამშრომელთან გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა. ასევე სამაგალითო იყო მისი ურთიერთობა სხვების მიმართ. მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ ზურაბ მუზაშვილის გმირობის მაგალითები ამ წლების განმავლობაში კიდევ ბევრია. ასეთი შემთხვევა ამ დროის განმავლობაში ბევრი ქონია, თუნდაც ხანძარზე, თუნდაც სტიქიურ უბედურებაზე, ავარიების დროს ყოფილა ისეთი შემთხვევა, მანქანა საწვავი ეღურებოდა და იქიდან დაზარალებული ხალხი იყო, ამოსაყვანი იყო ცეცხლმოდებული მანქანიდანაც ხალხი გადმოსაყვანი და ასევე შენობებიდან და ასეთ სიტუაციებში მრავალი მუშაობა ქონია ზურას. ძალიან დინჯი ადამიანი იყო, ძალიან კეთილი. აი სამსახურშიც რომ მოდიოდა, თვალებში ეტყობოდა, რომ ოღონდ რამე დაავალო, ოღონდ რამე საქმე გააკეთოს. ან რაღაცა თხოვნა რო ქონა, რომ სადმე სოფელში წავსულიყავით, რომ დახვანებოდა რამე მუშაობაში, არასდროს უარს არ იძახდა. თავგანწირვას ხვისი სიცოცხლის ფასად, საგანგებო სიტუაციებიდან თავის დაღწევისა და მოსახლეობის მშვიდობიანად გამოყვანის მაქსიმალური შესაძლებლობების გამოყენება. ეს იმ თვისებების მცირე ჩამონათვალია, რომელიც თითოეულ მაშველს აქვს. ეს ის სამსახურია, როდესაც იცი რაზე მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ. აქ მთავარი უფლისა და ადამიანის უანგარო სიყვარულია. ოთხშაბათსა ზმწუხრი უფალო ღაღატყავს, აი გვერდი ანგელოზთა დღეს. ახვედ მამისა გუნდით ანგელოზთა თანა ხოი ქრისტე ღმერთო ძეო დაუსაბამო, რომელიც იახთაგან მისდა მოუკდებელად და სამწუხაროდ ცოტა ფუჭდება ტექსტი ბოლოში. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი კითხულობს ამონარიც იმ უნიკალური ხელნაწერებიდან, რომლებიც მე-19 საუკუნის წიგნის ყდაში აღმოაჩინეს. მეცნიერების ვარაუდით ნუსხური დამწერლობით შექმნილი დოკუმენტები წმინდა მამათა თხრობები და ლიტურგიკული შინაარსის ხელნაწერებია. როგორც ქეთევან ასათიანი ამბობს, თითოეულ ფურცელს ეტყობა, რომ სასულიერო პირები მას მსახურების დროს იყენებდნენ. ცალკეული სათაურები არ გამოყოფილი ულამაზესი სინგურით, გაწყობილი ეგრეთ წოდებულ 9-ოდიან სისტემაზე, ასე ქვიან, ტიპის ძველი კრებული, ასე ვთქვათ, საგამოძვლების, ესეც უკვე მიანიშნებს ამაზე და მინდა გითხრათ, რომ ასე ძალიან ისეთი სიურპრიზი იყო, როდესაც ვათვალიერებდით შესაყატაროთან ერთად და ვხედავთ, რომ თითოეულ ფურცელს ეტყობოდა, რამდენად იყო ის გამოყენებული ეკლესიაში, რამდენად ნაოცები იყო თითო ფურცელი. თუ რატომ ჩააყოლეს ხელნაწერები წიგნის ყდას, ამის მიზეზები უცნობია. თუმცა როგორც ქეთევან ასათიანი ამბობს, არსებობს ორი ვერსია. პირველი ის, რომ ამ გზით ხელნაწერები განადგურებისგან დაიცვეს და ასევე მოსალოდნელია, რომ მისი საშუალებით წიგნის ყდა გაამაგრეს. ორივე შემთხვევაში საკვირველია თავად ის ფაქტი, რომ დოკუმენტებმა ჩვენამდე თითქმის უცვლელი სახით მოაღწიეს. საკვირველიც არის, როგორ შემოინახა ეს სინგური დღემდე ამ ფურცელმა, რომელიც ფურზაცად იყო გამოყენებული, უფრო ჩაყოლებული იყო ყდაში. შესაბამისად, ყველა
პარამეტრებით ყველა გაგებით ის ბოლომდე უნდა ყოფილიყო ისე განადგურებული, რომ ისი წაკითხვა არის რამდენიმე ფუძელი, რომელიც წაკითხვა ძალიან რთულია. როგორც ეროვნულ არქივში ამბობენ, ხელნაწერის დათარიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც დოკუმენტს არც რაიმე ინფორმაციის შემცველი მინაწერი და არც სხვა მითითება აქვს. თუმცა მოხაზულობების მიხედვით შეიძლება დადგენა, რომ ხელნაწერი მე-15-მე-16 საუკუნისაა. დათარიღება მიდის პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ანუ მასოების მიხედვით და მოხაზულობების და კიდევ 1000 რაღაცის მიხედვით. ამ ეტაპისთვის დაახლოებით ეს უნდა იყოს მე-15-მე-16 საუკუნეების უხეში დათარიღებით, ყოველ შემთხვევაში ზედა ქრონოლოგიური ზღვარი არის მე-15-მე-16 საუკუნეები, გვაეჭვებს ეს სინგური და ზოგიერთი ესეთი მოხაზულობა ასოსი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ამაზე არ შეთანხმებია. ეროვნული არქივის რესტავრატორის მერი ახობაძის განცხადებით, თავად წიგნი, სადაც ხელნაწერები აღმოაჩინეს, ნაკლებად არის დაზიანებული. ტყავის ყდაზე მუშაობა კი საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადი იყო. დაშლის დროს დავინახეთ, რომ შიგნით იყო ხელნაწერი, რომელიც იყო დაწეპებული ერთმანეთზე უხეში წეპოთი. მისი აზრობა და ერთმანეთსა განცალკევება იყო ძალიან რთული. როგორმე შევძელი მისი განთავისუფლება, რესტავრაცია. ეროვნულ არქივში წიგნების ყდაში მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღმოჩენის უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც მეცნიერ თანამშრომლები ამბობენ, თითოეულ მათგანზე რესტავრაცია განსაკუთრებული ყურადღებით მიმდინარეობს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უწყების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახალდაბაში სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას სამინისტროს თანამშრომლების მიერ შეგროვებული პირველადი მოხმარების საგნები და ადგილობრივი წარმოების საკვები პროდუქტები გადასცა. სოფელ ახალდაბის მოსახლეობა ჩამოწოლილი მეწყერის გამო გარესამყაროს არის მოწყვეტილი. სამინისტროს ხელმძღვანელების სტიქიის შედეგად წყნეთი ახალდაბის გზის დაზიანებულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესსაც გაეცნეს. მეწყერის კვლავ ჩამოწოლის საშიშროების გამო მოსახლეობამდე ჰუმანიტარული ტვირთი ვერტმფრენებით ჩაიტანეს. მიუხედავად იმისა, მოგესმებათ სირთულეები იყო გზაზე, ჩვენ მაინც შევძელით და ვერტმფრენით ჩაუტანეთ ის პროდუქტები, რომელიც მათთვის განკუთვნილი იყო, ეს გახდათ ჰიგიენური საშუალებები, ეს გახდათ საკვები, ეს გახდათ სურსათი, რომელიც აუცილებელი იყო მოსახლეობისთვის, ასევე იმ პერიოდში, როდესაც გზის მონაკვეთი იყო მეტნაკლებად გამავალი, გავიდა რამოდენიმე მოსახლე, რომელიც ჩარჩა და ჩვენ შევძელით ვერტმფრენით ასევე ჩამოგვეყვანა ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ მომენტისთვის ხეობაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე საგანგაშო ნამდვილად არაფერი არ ხდება. თანამედროვე სამართლის მიმოხილვა. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამართლის ჟურნალის წარდგინება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა. გამოცემაში განხილულია თანამედროვე სამართალში არსებული აქტუალური საკითხები. ჟურნალის ავტორების განცხადებით, გამოცემა საინტერესოა აღნიშნული სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სტუდენტებისთვის, რადგან მათთვის საინტერესო საკითხები არის განხილული. ჟურნალი თანამედროვე სამართლის მიმოხილვა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძიებას იურიდიული სფეროს წარმომადგენლები, აკადემიური და მოქმედი პრაქტიკოსი იურისტები ესწრებოდნენ. თანამედროვე სამართლის მიმოხილვა არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟურნალიც და თვითონ თემატიკაც. ეს ნიშნავს, რომ სამართლის მიმართულებით აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში ვითარდება სამეცნიერო ხაზი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ პრეზენტაციას ესწრებიან როგორც აკადემიური სფეროს, ასევე მოქმედი პრაქტიკოსები, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურებიდან. ჟურნალი უკვე მესამე წელია გამოდის. ამ ნომერში ძალიან საინტერესო სტატიებია წარმოდგენილი სამართლის თანამედროვე და აქტუალურ პრობლემებსა და საკითხებზე. არის როგორც პროფესორების, დოქტორანტების, ისე მაგისტრებისა და პრაქტიკოსი იურისტების შრომები. რაც უფრო ასეთი მაღალ რეიტინგული, მაღალ კვალიფიციური ჟურნალი იქნება და იარსებებს ჩვენ ქვეყანაში, მით უფრო წაადგება ეს ჩვენს ქვეყანაში სამართლის განვითარების და იურიდიული განათლების საქმეს.